გამარჯობათ. მინდა გესაუბროთ ოპოზიციაზე, ჩემი აზრით როგორ უნდა იყოს ოპოზიცია. თვითონ სიტყვა ოპოზიცია ნიშნავს პოზიციის საწინააღმდეგოს, ანუ მთავრობის საწინააღმდეგო ძალას, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი. ანუ ორივე ერთად ქმნიან ხელისუფლებას. ამიტომ ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია თანამშრომლობდეს პოზიციასთან. ოპოზიცია, რომელიც გაიძახის, რომ ის დაამხობს მთავრობას და არ ითანამშრომლებს მასთან, ეს ოპოზიცია არის რბილად რომ ვთქვათ, საშიში ქვეყნისათვის. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია, რომელიც ვერ თანამშრომლობს მთავრობასთან, ის არაფრის გამკეთებელი არ არის, იმიტომ რომ არეულობები და ქვეყნის ნგრევა საკმარისად გამოვიარეთ. ამიტომ სასურველია, რომ ქართველმა ხალხმა აირჩიოს ისეთი ოპოზიცია, რომელიც ითანამშრომლებს ნებისმიერ მთავრობასთან და დაიცავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. აქვე გეტყვით ჩემ აზრს ზოგადად მთავრობაზე, ნებისმიერ მთავრობაზე, ნებისმიერ ქვეყანაში, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი, ნებისმიერი მთავრობა არის ოკუპანტი. იმიტომ რომ ნებისმიერი მთავრობა ზღუდავს მოსახლეობის ქმედებებს, უწესებს მას სხვადასხვა შეზღუდვებს და ასე შემდეგ. ამიტომ ოპოზიციის უმთავრესი მიზანი და საქმიანობა უნდა იყოს მოსახლეობის დაცვა მთავრობის უკანონო ქმედებებისგან და არა რაღაც უცხო ქვეყნის ინტერესების დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში უამრავი პრობლემაა, რომელიც მოითხოვს ხელისუფლების ერთიანობას, ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობას. ამიტომ მოგიწოდებთ აირჩიოთ ისეთი ოპოზიცია, რომელიც ითანამშრომლებს მთავრობასთან. და შემდეგ უკვე ეს მთავრობა რას მოიმოქმედებს შემდეგ 4 წლის განმავლობაში და როგორ მოიქცევა ოპოზიცია, ამას უკვე შემდეგ არჩევნებზე შევაფასებთ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ჩვენ ერთიანობა უფრო გვჭირდება ამ ქვეყნის განვითარებისთვის. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.